გაფიცულია, არ დააკაკუნო, არ შეაღო. დღეს ამ წარწერებს ბევრ ობიექტზე ნახავდით, არა მხოლოდ ნახავდით, არამედ ეს რეალურად ასე იყო. პროტესტმა დედაქალაქის სხვადასხვა უბანი მოიცვა. ხალხი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გამოვიდა სამუშაო ოფისების, პარფიუმერიის თუ კვების ობიექტების წინ. ასე გაგრძელდა 3 საათის განმავლობაში. ICR ჯგუფი, გასტრონომ ჯგუფი, საქართველოს უნივერსიტეტი, საფთიაქო ქსელი PSP, 8000 მოსავალი, ღვინის ბიბლიოთეკა. ეს გაფიცული კომპანიების არასრული ჩამონათვალია. ალბათ ცოტა ხნის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ ეს ბიზნესები და ზოგადად კერძო სექტორი გაიფიცებოდა, თუმცა ქართულმა ოცნებამ მმართველობის მე-13 წელს სულ სხვა რეალობა შექმნა და ის ხალხიც გააბრაზა და ალაპარაკა, ვინც ყოველთვის ხელისუფლების დასაყრდენი იყო. გაფიცის მიზანი არის ერთგვარი გამაფრთხილებელი ხელისუფლების მიმართ, რომ მან დროულად მიიღოს ზომები, დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნები, გაათავისუფლოს რეჟიმის წევრები, პატიმრები, უდანაშაულო ბიჭები და დანიშნოს ხელახალი სამართლიანი არჩევნები. ჩვენი ძირითადი მოთხოვნებიც ის არის, რომ გათავისუფლდეს პატიმრები, რომლებიც უკანონოდ არიან დაპატიმრებულები და შესაბამისად, რომ მოხდეს გარკვეული დეესკალაცია ქვეყანაში, აუცილებელია ჩატარდეს არჩევნები და აი ორ ძირითად მოთხოვნას ჩვენს უერთდებით და შესაბამისად, ამიტომაც ვართ აქ ჩვენ. სრულიად უერთდებით საქართველოს იმ ნაწილს, რომელიც საგადმოაზროვნეა დღევანდელ თარობას, არანაირი ბმა არ აქვს ქართულ ხალხთან. მე მადმწავს იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, გავანთავისუფლეთ პოლიტპატიმრებს და სრულიად საქართველოსაც დავიხსნით. ეს აუცილებლად მოხდება. კომპანია McDonald's-ი უერთდება საყოველთაო აქციას. ვფიქრობ, რომ საქართველო იმსახურებს ევროპულ მომავალს და უერთდებით მოთხოვნას ხელახალ არჩევნებს და თავისუფლება პატიმრებს, რეჟიმის პატიმრებს. გამაფრთხილებელ გაფიცვას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა და მხარდაჭერა გამოუცხადა. მე შემოვერთი როგორც არაგაფიცული, არამედ როგორც პრეზიდენტი, იმიტომ რომ უნდა ვიყო იქ, სადაც ხალხი დგას და ხალხი დგას თავის სამართლიანობისთვის და იმისთვის, რომ აჩვენოს ყველას, რომ არ შეეგუება ამ რეპრესიებს, ამ ცემატყეპას, ამ რაღაც დაშინების მცდელობას. აქ დგას ხალხი, რომელიც არც შეშინებული არის, არც შეშინდება და იდგება ბოლომდე, იმიტომ ეს პროტესტი არის მართალი და სადაც სიმართლე არის, იქ არის გამარჯვება. რატომ გაიფიცა ბიზნესი? ამ ფორმით კერძო სექტორს უნდოდა არალეგიტიმური ხელისუფლებისთვის ეჩვენებინა, რომ ის არ იზიარებს ქართული ოცნების გადაწყვეტილებებს და ემიჯნება მას. პირველ რიგში სოლიდარობა გამოხატა რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებული მოქალაქეებისადმი. მათი გათავისუფლება და ახალი არჩევნები მთავარ მოთხოვნებად რჩება. საერთო გაფიცვა და საერთო ესეთი პროტესტი არის ერთადერთი გზა, რომელიც ოლიგარქის, ასე ვთქვათ, მარწუხებიდან გვიხსნის. ეს არის მთავარი სტრატეგია, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მხოლოდ ასეთი სახის პროტესტები არის ის, რაც ტოტალიტარულ რეჟიმებს ანგრევს. გაერთიანება, საზოგადოების კონსოლიდაცია, ქვეყნის პირველ ადგილზე დაყენება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გააზრება იმ პრობლემის, რომელიც ძალიან ღრმა არის და ძალიან მძიმე პრობლემების წინაშე ვდგავართ. გუშინდელი დღე ჩემთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე, იმიტომ რომ უკვე სიტყვის თავისუფლებაც გისოსებს მიღმარი და ამიტომ ჩემი სოლიდარობა და თანადგომა მზიას და ყველა იმ პოლიტპატიმარს და ყველა იმ ტყვეს, რომელიც ამ რეჟიმმა თავის, ასე ვთქვათ, დილეგში გამოკეტა. კერძო სექტორის ასეთი მასშტაბური გაფიცვა პირველია. აქამდე მსგავსი ნაბიჯი ბიზნესს არ გადაუდგამს, თუმცა ის ადამიანები, ვინც ქვეყნის ბიუჯეტს ავსებენ და ქმნიან სამუშაო ადგილებს, ახლა ფიქრობენ, რომ პოლიტიკური კრიზისის გაგრძელება ეკონომიკური კრიზისი იქნება, თუ დროულად არ გამოსწორდა ვითარება, რაც ისევ მოქალაქეებს დააზარალებს. ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ პროტესტის, რომელიც აუცილებლად მოედება მთელ ქვეყანას. ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება ყოველ დღე და ყოველ თვის არ იყოს ქუჩაში გარეთ, მაგრამ იგრძნობა, რომ მოსახლეობის, მე ვიტყოდი, 80% არ ეგუება იმ რეალობას, რომელიც სამწუხაროდ შექმნა იმ პარტიამ, რომელიც საკუთარ თავს ქართულ ოცნებას ეძახის. და აუცილებელია ძირეული და მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც შეიძლება მხოლოდ ხელახალი არჩევნებით და პოლიტპატიმრების დაუყოვნებელი გათავისუფლების შემდეგ იქნას მიღწეული. გავიფიცე კონკრეტულად სიამაღლობელისთვის. სიამაღლობელი დღეს არის ამ მთავრობის ტყვე, ამ მთავრობის პატიმარი
და ის აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, პატიმრების გათავისუფლებას ვითხოვ, ხელახალ არჩევნებს და დაალაგებული ცხოვრება მინდა და მშვიდობიან ქვეყანაში მინდა ვიცხოვრო. დღეს გაიფიცნენ იმ ბიზნესების თანამშრომლებიც, რომელი კომპანიების ხელმძღვანელებსაც ღიად ამ დრომდე არ დაუგმიათ ოცნების ძალადობრივი და ქვეყნის ევროინტეგრაციისათვის დამაზიანებელი პოლიტიკა. ამის მიუხედავად იქ დასაქმებულებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს სინდისის პატიმრებს და ახალი არჩევნების მოთხოვნას. აქციის მონაწილეთა ნაწილი რესპუბლიკის მოედანზეც შეიკრიბა. ქალაქის ცენტრალური მოედანი 3 საათი გადაკეტილი იყო, რის შემდეგაც სხვადასხვა ლოკაციიდან წამოსულმა მოქალაქეებმა ერთობლივი მსვლელობა მოაწყვეს პარლამენტისკენ. დღეს იყო გამაფრთხილებელი აქცია, რომელსაც 350-ზე მეტი კომპანია შეუერთდა. თუ ქართულმა ოცნებამ ისევ არ გაითვალისწინა საზოგადოების აზრი და მოთხოვნები, არ არის გამორიცხული ბიზნესი არა მხოლოდ 3 საათით გაიფიცოს.